გიორგი კირთაძე კოალიციაცულებებიდან არის ჩვენი სტუმარი, მივესალმები მას. ხვალ უნდა ყოფილიყო ნიკამელიას პროცესი. ეს არის პროცესების ციკლი მაყურებლისთვის რომ განმარტო, რომლის გამოც ზურა ჯაფარიძე უკვე პატიმრობაშია, ირაკლი ოქრუაშვილი, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არ მივიდნენ კომისიას და შემდეგ არ გადაიხადეს გირაო და ასეთი პროცესი უნდა ყოფილიყო მელიას შემთხვევაში. ერთი კვირის შემდეგ არის გვარამიაზე იგივე ჩანიშნული და დღეს ვიგებთ რომ პროცესი გადაიდო. რისი ნიშანია ეს თქვენი პარტიისთვის? ბუნებრივია ის რომ რაღაცა ტრენინგის გამო ქალაქიდან უწევს პროკურორებს გასვლა და ამიტომ ვერ იქნებიან ისინი სასამართლოს ხდომაზე წარმოდგენილები, რა თქმა უნდა, ამისი არავის ჯერა. არ ვიცი, ალბათ რაღაცა დამატებით დრო აიღო ფიქრისთვის რეჟიმმა. ნახოთ, ალბათ მეტი დეტალი გვეცოდინება ხვალ გამოჩნდება, როდისთვის გადაიდება სხდომა და ალბათ ამის მიხედვით მე უკვე ბევრ რამეზე შეგვიძლია კონტექსტის ეს თქვათ ეს პროცესის ნაწილია, ანუ აი ხლა არ მიიჩნევა ეს მიზანშეწონილად და ამიტომ იქნა ახსნილი თუ შეიძლება მართლაც რაღაც ტრენინგის და სემინარის გამო ხდება? არა, რატყუნებული ვარ ეს არანაირი ტრენინგის და სემინარის გამო არ ხდება. რა თქმა უნდა, აქ რაღაცა სხვა საქმე, სხვა ამბავთან გვაქვს საქმე, თუმცა რა არის რეალობა ალბათ მალე გამოჩნდება. საბოლოო ჯამში რეჟიმიც ხვდება ალბათ, რომ რაღაცა აბსურდულ ამბავთან გვაქვს საქმე, არა კანონიერი, არა ლეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაც უკანონო კომისიაზე არ მისვლის გამო, პრაქტიკულად ყველა პროდასავლელი პოლიტიკური ლიდერი ან ციხეში გაუშვეს, ან მათზე სისხლის სამართლებრივი საქმე არ ძლევს. გირაოს გადაუხდელობის გამო მათი მიღებული გადაწყვეტილება. როცა საუბრობთ გირაოზე, რატო არის ეს გირაო? ხო, შეფარდებული უკანონო გირაოზე გადაწყვეტილება იყო ასევე ადეკვატური ნიკას მხრიდან, სხვების მხრიდან მიღებული და საბოლოო ჯამში ეგ ყველაფერი ესე ითარგმნება წულუკიანის რაღაცა არალეგიტიმურ კომისიაზე არ მისვლის გამო, ადამიანები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გაუშვას ივანიშვილმა ციხეში. ამით გამოჩნდება კიდევ ერთხელ მეორე ხვალ ალბათ უფრო მეტი, თუმცა არაფერი იცვლება აქეთ ხარ ეს ბრძოლის ნაწილში, ხო? მელიას პოზიცია ყველასათვის, რა ვიცი, თავიდანვე გასაგები იყო, ის არ იხდიდა გირაოს. კიდევ ერთხელ ამბობ, იმიტომ რომ ის რა თქმა უნდა იყო არაკანონიერი და წინააღმდეგობა და ართანამშრომლობა რეჟიმთან ბუნებრივია გრძელდება. ამის შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, ისიც რომ ნიკამელია არაპირებდა და არაპირებს ხვალ სასამართლოს ხდომაზე მისვლას. კი ბატონო, არაპირებს ხვალ არაპირებს როცა ჩაინიშნება, ანუ ის არაპირებს ზოგადად. პროცესი არის არალეგიტიმური. რაღაცნაირი ეს თქო დეჟავიუ იქნება მისი მაშინ დაკავების ეს გვახსოვთ როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო. ხო, არ არის ახალი მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ ეს ნიკამელიასთვის მან არ გადაიხადა თავის დროზე უკანონო გირაო, რა ვიცი, გახსოვთ ალბათ და ყველას ახსოვს მის მიერ გადაგდებული ასევე უსამართლო სამაჯური, რასაც მოხდა მაშინ მისი დაპატიმრება და ის პროცესები რაც შემდეგ ქვეყანაში მოხდა, მაშინაც გონია რომ ცოტა უფრო რაღაცა უკეთ კოორდინირებულად და სწორად მოქცეულიყო პროდესალური ოპოზიცია, ბევრად უფრო წინ ვიქნებოდით დღეს და იმედია რომ ეხლა მაინც არ დაუშვებთ იგივე შეცდომებს. მოგეთ მიმაჩნია რომ ნიკამელიას და სხვებს, ზურა ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა გვარამიას ძალიან სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ართანამშრომლობის ნაწილში და გონია რომ ამას აუცილებლად ექნება შედეგი, როგორც ქვეყნის შიგნით ბუნებრივია ამას ექნება მნიშვნელოვანი შედეგი, ასევე ქვეყნის გარეთ მას უნდა კონდეს იმგვარი გამოხმაურებები და იმგვარი რეაქცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაც მიგვიყვანს ჩვენ რეჟიმის დასასრულთან. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია ართანამშრომლობა რეჟიმთან და მუდმივი წინააღმდეგობა მასთან, ეს არის მთავარი გეგმა ალბათ ეხა ყველას ამ ქვეყანაში პროდასავლურად მოძრაობას კი არ ამ ქვეყნის იქნება ერთიანი გეგმა, მაშინ როდესაც შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც, მაგალითად გახარიას გუნდის მხრიდან არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ლელო გუშინ საუბრობდა რომ ვართ ეროვნული არჩევნების მოთხოვნის რეჟიმში და პატიმრების გამოშვების, მაგრამ ზოგადად არჩევნებისადმი დამოკიდებულება მათიც არის, ეს ვთქვათ, უფრო პროსაარჩევნო ვიდრე პრობოიკოტის, აი როგორ იქნება პროცესი? საინტერესო თემა შეეხეთ თქვენ და რაც მე შევეცდები რომ ჩვენი პოზიციაც რაღაცა მოკლედ ჩამოაყალიბო. აი 21 წელთან მქონდა ჩვენ პარალელი და მაშინაც როცა ნიკამელია იყო ციხეში, მაშინ მოხდა პრაქტიკულად მის გარეშე შეთანხმება ძირითადი ოპოზიციური ნაწილისა ქართულ ოცნებასთან და გონია რომ ბევრი დრო დაიკარგა, ბევრად უფრო მყარად მაშინ პოზიციაზე დგომა პროდესალური ოპოზიციის ჩვენ დღეს უკეთეს შედეგს მოგვიტანდა და მესმის რომ მაშინ ბევრად უფრო მძიმე ვითარება იყო, მაშინ პრაქტიკულად ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ პარლამენტში შესვლისკენ, ისინი თანამშრომლობდნენ
იცავდნენ ქართულ ოცნებასთან და ასე შემდეგ. დღეს იმ მოცემულობაში, როცა ქართველი ხალხის მიერ არჩევნების შედეგები არ იქნა აღიარებული, როცა პარლამენტი არის არალეგიტიმური, მასში არ შევიდა არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ხალხის მიერ არ არის აღიარებული, როგორია, იცით, მაინც სადავო ამბავი, რომ ოცნების მომხრეებისთვის აღიარებულია ეს არჩევნები, ოპოზიციის მომხრეებისთვის არ არის აღიარებული ეს არჩევნები, ორივე ქართველი ხალხი ამ. ასაგებია, მაგრამ რაღაცა ისა ქვია, რა შედეგი დადგა ხო ამით? ჩვენ პარლამენტი და ჩვენ ყავს ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც ქვეყნის შიგნით, ბატონო ეგრე ვთქვათ, მოსახლეობის უმრავლესობა არ აღიარებს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მას არ აღიარებს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. ეხლა 15 წამით მაკრონი რო გადაულაპარაკებს კობახიძეს, ეს რომ მიღწევა თითულება, არანაირი ოფიციალური რაღაცა ის რა ქვია, შეხვედრები კი არა და არანაირი ურთიერთობა აღარ არსებობს. ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარია, რომ უმაღლეს დონეზე ჩვენ არ გვაქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, მაგრამ ისიც გვაქვს, ეს არის უმაღლეს დონეზე არ ლეგიტიმაცია, როცა ქვეყნის შიგნით თავად რას ამბობენ ამას გეუბნებით, არ მინდა ახლა ლეგიტიმაციის დავაში. როცა ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობა არ აღიარებს, როცა ქვეყნის გარეთ ჩვენი მთავარი პარტნიორები, ვის გარეშეც რაღაცა ამ ქვეყნის მართლა სუვერენიტეტის დაცვა არის წარმოუდგენელი და გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობითა და უსაფრთხო ცხოვრება არის წარმოუდგენელი, იმ ხალხს არანაირი ურთიერთობა არ აქვს რეჟიმთან. ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ მათ არ აქვს ლეგიტიმაცია. და ამ დროს თქვენ კითხვას მინდა დაუბრუნდეთ. ეხლა ვიღაცებმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რაღაც ნაწილმა პოლიტიკური პარტიების ამ ქვეყანაში გადაწყვიტოს, რომ ეს ყველაფერი რაც უკვე მოიპოვეთ ჩვენ ქართველი ხალხის უმრავლესობამ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მათ შორის. ეხლა რა ვიცი, წყალს უნდა გავატანოთ და აღიარება მოვახდინოთ ხელისუფლების. წარმოუდგენელი ამბავი მგონია და მე ესე უყურებ ადგილობრივ არჩევნებში შესვლას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა, თუ ამ გადაწყვეტილებას რიგი პარტიები მიიღებენ, ეს იქნება არალეგიტიმურად პარლამენტის ცნობის გადახედვა. ო, აი გუშინ ვისმენთ საინტერესო მოსაზრებას, რომ 99 ადამიანსო პარლამენტარსო კი არავინ დაემატებაო. ეს ხო არ არის მთავარი. ეს ხო ნიშნავს, რომ ხო ჩემს ეთერში. ანუ მინდა ყურადღებით თქვენს ეთერს გუშინ ბატონ ბადრისთან. ეს ხო ნიშნავს მაშველის გოლის გადაგდებას ქართული ოცნებისთვის. მართლა წარმოგვიდგენთ რომ გადაწყვეტილება აქვთ ამ თემაზე, მაგრამ უბრალოდ ხარ რომ 99-ს არ გაზდის და მართლა არ გაზდის თვითმმართველობის არჩევნები 99-95-ად ვერ გადაკეთდება, ის პარლამენტი იქნება ასევე პოლიტიკურად ოღონდ ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ ამ ფორმაციის CSKO-ს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამ CSKO-ს მიერ შეცვლილი საარჩევნო გარემოთი. ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი სისტემით. არ მინდა შეგახსენოთ. ეს დისკუსია გავხსნათ ამ თემაზე, ერთადერთი რაც იყო მათი მხრიდან, ეს თუ ამას გულისხმობთ. კიდე ამას გულისხმობთ თავარს, რომ არღებულმა პარლამენტმა შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის რაღაცა მათ შორის არჩევის წესით, სისტემა შეცვალა, სადაც რაღაც მაჟორიტარული ოლქები გაამსხვილა, CSKO-მ დაამძიმა არჩევნებზე დაკვირვება. ჩვენ ქვეყანაში ყავს პოლიტიკური პარტნიორები, მათ შორის თქვენი კოლეგა მზია ამაღლობელი, სტუდენტები, მსახიობები, უამრავი ძალიან ღირსეული ადამიანი დღეს არის საპრობილეში მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მათ თავარი რამ არ თანამშრომლობა ამ რაღაცა რეჟიმთან წარმოედგინა და ამის გამო არის იმ ციხეში. რა ვიცი, მზია ამაღლობელს კლასიკური გაგებით სიტყვა ბოდიშის თქმასაც კი არ თხოვენ. მას უბრალოდ ეუბნებიან, რომ იქნებ თქვა, რომ არ იყოს სწორი საქციელი, რაც გააკეთე იმ დღეს და შენ იქნები დღეს თავისუფლებაზეო. და ამ დროს, როცა ადამიანები ესე რაღაცა გმირულად შედან ციხეში, ვერცეთ მათგანის გატეხვა ვერ შეძლო რეჟიმმა. უცებ შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიციაში, პროდასალურ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაშველს რგოლს გადაუგდებენ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ მეორე ეს, რა ვიცი, ცალსახად ნიშნავს მასთან თანამშრომლობას, გონია რომ არის წარმოუდგენელი. ამ თემაზე როცა ჩამოყალიბდება პოზიციები, ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი. მინდა აუცილებლად გკითხოთ დღევანდელ, ესე ვთქვათ, კომუნიკაციაზე ამერიკის საელჩოსა და იბანიშვილს შორის. საელჩო ამბობს, რომ სურდათ რაღაცნაირად რესტარტი ურთიერთობის და ამისთვის შეხვედრა ივანიშვილთან, რომ ივანიშვილისგან მიიღეს უარი. მე უბრალოდ ვერ ხვდები, რატომ იქნა ეს ინფორმაცია აღქმული, როგორც პროტესტის გამარჯვება, იმიტომ რომ გამოხმაურება ასეთი იყო საელჩოს კომენტარებში. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს? ხო, ეს თუ ამას განვიხილავთ 2 დღის ჭრილში გუშინ ხედავდით რაღაც რა აღტკინებით აზიარებდნენ რაღაცა პროტოკოლის შესაბამისად გამოგზავნილ მისაულს ბარათს კოცები და დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია, ხო? როცა მათ ძალიან ნათლად ეს რომ მოითხოვეს პოზიცია გამოჩნდა. დავინახე გამოჩნდა დალაგების და რაღაცნაირი გზავნილების გადაცემის და ასე ვთქვათ გადატვირთვის თუ რაღაცის ზაობა. რა თქმა უნდა, გადატვირთვის, ოღონდ რა უნდა გააკეთოს რეჟიმმა
ამ გადაწყვეტვისთვის და ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ეგ არის ხო ყველაზე მნიშვნელოვანი მას თხოვენ ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში დაბრუნებას. მაგრამ ერთი მხრივ რამდენადაც ესე ვთქვათ ჩვენთვის ქართველი ხალხისთვის საინტერესო და ალბათ რეჟიმისთვის მოულოდნელი იყო შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება, იმდენად რაღაცა პასუხი რომელიც ვნახეთ ჩვენ გაცემული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ალბათ ყველაფერზე მეტყველებს. ხო საბოლოო ჯამში რამდენიც უნდა ვისაუბროთ ბიძინა ივანიშვილის პასუხზე, ყველაფერი მიდის ერთ მთავარ ამბამდე, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მისთვის სანქციების მოხსნას და ფულის დაბრუნებას. ანუ მისთვის უპირატესი და მთავარი ამბავი არის ეს. სანამ ეს პრობლემები მაქვს, ჩემთან ვერ დაილაპარაკეთ. თან ამას საუბრობს იმ ჭრილში თითქოს ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის დაცვის რაღაცა აბჟით შეიარაღებულები რო დგანან ქართული საზოგადოების წინაშე. ხო თითქოს არა და თუ კი რამე არის მართლა სუვერენიტეტი და თუ კი რამე არის ამ ქვეყნის რაღაცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, ეს არის სწორად შერჩეული პარტნიორები და მტერი უნდა ერქვას და მოყვარეს მოყვარე. როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაცა წარმატებული ურთიერთობა და სტრატეგიული კავშირი არ იყოს ქართული სუვერენიტეტის დაცვა? ეგ ხო პირდაპირ კავშირშია და პირიქით. რუსეთთან ურთიერთობა და ყველა მეგობრის მოცილება არის სწორედ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის რაღაცა დაკარგვის რისკის შემადგენელი ამბავი, ხო? ამიტომ მტერი და მოყვარე უნდა დაუძახო და ივანიშვილი ცდილობს რაღაცა ეს ყველაფერი შეგვიცვალოს ეხა ჩვენ და იმ ხალხს, ვინც ტერიტორიები წაგვართვა, ხალხი დაგვიხოცა, საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, ტერიტორიები აღიარა შემდეგ და ამავდროულად 1000 უბედურება დაგმართა, იმ ხალხზე ცდილობს ეხა გითხრას, რომ ისინი არაფერს გვიშევებენ და ამერიკის შეერთებული შტატებია რაღაცა მთავარი საფრთხე ქვეყნისთვისო. ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი ამბავი არის საკუთარი ფულის დაბრუნება და სანქციების მოხსნა, მაგრამ მას კარგად უნდა ესმოდეს, რატო აქვს ივანიშვილს სანქციები და მის ახლო გარემოცვას, იმიტომ რომ ამ ქვეყნის რაღაცა მომავლის შეწირვა გადაწყვიტა პირადი ინტერესებისთვის. მან ამ ქვეყანაში რაღაცა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი მოეკლა და ყველაფრით შეენარჩუნებინა ძალაუფლება ყველა იმ საშინელებით, რასაც ის ჩადის. მარტივი ამბავია ივანიშვილმა უნდა შეცვალოს რაღაცა მიდგომები, დაბრუნდეს დემოკრატიულ რაღაცა ჩარჩოებში, ჩაატაროს ამ ქვეყანაში არჩევნები, რომელსაც ის აუცილებლად წააგებს და ხო დიდი შანსია მე იმისი, რომ მისი გარემოცვის სხვა წევრები აღარ დასანქცირდნენ ის ახალი ხალხიც, მათ შორის ვინც დღეს რაღაცა მინისტრებად თუ რაღაცება წარმოგვიდგა. მადლობა გიორგი კირთაძე, პასუხობდა ჩვენ კითხვებს.